მიიჩნევენ, რომ ძველ ეგვიპტეში მონაზვნები მუშაობდნენ აქტიურად ამ ტექნიკით. ცადე ძალიან ბევრი შრომა დამჭირდა მართლა და ბევრი წლის შემდეგ გამომივიდა. 18 წლის მარიამ კობაძე ნამუშევრებს საქართველოში ნაკლებად ცნობილი და უნიკალური მეთოდით ქვილინგის ტექნიკით ქმნის. ქვილინგის ხელოვნება უძველესი ტექნიკა, რომელიც ქაღალდის პატარა ნაწილებისგან ერთი გამოსახულების შექმნას გულისხმობს, მარიამმა რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა. ქვილინგის შემთხვევაში ჯერ იხატება ნამუშევარი ჩანახატის სახით და შემდეგ იწყება უკვე აწყობა. უმეტესად ვქნი ხოლმე ღამე გვიან, იმიტომ რომ დღის განმავლობაში უნივერსიტეტის პერიოდი მაქვს, სწავლის კუთხითაც და უმეტესად ღამის გათენება მიწევს ხოლმე. ნამუშევრის ქვილინგის ტექნიკით შექმნა საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. მნიშვნელოვანია სიზუსტე, ქაღალდის სწორად დაჭრა და სწორი კონტურების მიცემა, კომპოზიციის და ფერების აღქმის უნარი, რომ ქაღალდის ნაწილებმა ერთი ჰარმონიული გამოსახულება შექმნას. ეს უნარები მარიამმა ამ ტექნიკის შესწავლისას გამოიმუშავა. შრომის მოყვარეობა ძალიან დიდი და ნებისყოფა. იმიტომ რომ თითოეული ნამუშევრის შექმნა უდიდეს შრომას მოითხოვს და ენერგიას. ქვილინგის ტექნიკის გარდა მარიამი ქარელში სამხატვრო სკოლაში ფერწერას სწავლობს. წლების წინ კი ტრადიციული იაპონური ხელოვნებით სამგანზომილებიანი ორიგამის შესწავლითაც დაინტერესდა და ნამუშევრების ნაწილი ამ უძველესი ტექნიკითაც შექმნა. 3D ორიგამი იყო პირველი 2015 წელი იყო მგონი. კომპიუტერში უეცრად წავაწყდი და მომიდა რომ მეცადა. ორიგამი კეთდება ფურცლისგან, წებო არ გვჭირდება. ქვილინგის ტექნიკაში პირიქით წებოც გვჭირდება და ფურცელიც. დიდი სურვილი აქვს, რომ თავისი ნამუშევრებით ადამიანებს დადებითი ემოციები გადასცეს და სამომავლოდ ახალი ტექნიკები და მიმართულებები შეისწავლოს. ხელოვნების სამყაროში კი მისი გზა ჯერ კიდევ წინაა.